თიკა რუხაძის უახლოესი გარემოცვა მიზეზებზე არ საუბრობს, ამბობენ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მათაც იციან ის, რაც წერია საჯარო განცხადებაში. ის, რომ თიკა რუხაძემ პოსტი დატოვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თუმცა ამას ჰქონდა თუ არა რაიმე წინაპირობა ვინმესთან დაპირისპირება, ამ საკითხებზე საუბარი ჯერჯერობით არავის უნდა. კითხვები ბუნებრივია, ბევრია, მოულოდნელი არ ყოფილა თიკა რუხაძის გადადგომა, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ კითხვები მის საქმიანობასთან დაკავშირებით, მისი გარემოცვის ტენდერებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არაერთგზის დასმულა, მათ შორის ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ამ კითხვებს თიკა რუხაძე უპასუხოდ ტოვებდა და დაახლოებით 1 საათის წინ უკვე ჩვენ ვიხილეთ Facebook პოსტი დატოვებული თანამდებობა თიკა რუხაძე განცხადებაში, რომელიც კულტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა, წერს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის პოსტს ტოვებს და ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. დამატებითი დეტალები ამ პოსტში არ არის ასახული და ბუნებრივია ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება თიკა რუხაძის ჩამნაცვლებელი ამ პოსტზე. არ გაუშვია სამსახურიდან ზუსტად ვიცი, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა თანამდებობა. ადრე არ იყო ცნობილი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრობლემები რომ მქონდა? ეთქობა რაღაც ეხლა ახალი არის. თქვენ ხომ არ შეიძლება მის ადგილას მოიაზრებოდეთ, ხომ არ ყოფილა შემოთავაზება? კაიდან რას ლაპარაკ? არ ყოფილა შემოთავაზება? რა შემოთავაზება უნდა ყოფილიყო, ეხლა რომ მე თიკას ადგილზე წავიდე, რა მდგომარეობა და რა სიტუაციაც არ უნდა იყოს და რა თანამდებობაც არ უნდა იყოს. ანუ გამორიცხავთ? კულტურის მინისტრის პოსტი უკავია ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის ძალიან იმსახურებენ. კონცერტების გაკეთება და რაღაცების დადგმა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კულტურის მინისტრი იყოს. სამწუხაროდ, გასული 9 წლის მანძილზე, აი იმ 9 წლის, რომელიც ჩვენზე ვთქვით ორივემ, ეს მათი გაგებით საკმარისი იყო. გიკავშირდებით, თქვენ ინტერესებს კულტურის მინისტრის პოსტზე თქვენი კანდიდატურა თქვენ იხილება. დათანხმდებით შემოთავაზება რომ იყოს? არა, მე ვიშოვდა შემირათვა საგაცოს. განიცედება თუნდა უსულო წარმატება. ხომ არ იცით, თიკა რატომ წავიდა თანამდებობიდან? გაუშვეს თუ თავად მიიღო გადაწყვეტილება? ტელეფონით გავიგე სამბარდა, ნამდვილად არ გამოჯანმრთელებას უსურვებ, მეც ეს წავიკითხე, რომ ჯანმრთელობის გამო და მინდა რომ ჯანმრთელად იყოს. თქვენ ორ შორის იყო რაიმე პრობლემა დაპირისპირება? არანაირი. კაპიტან თიკას გადადგომასთან დაკავშირებით მინდა რომ დაგისვათ კითხვა. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ხომ არ უკავშირდება ეს რაიმე დაპირისპირებას ან ტენდერებში გამარჯვების სკანდალებს? არა ვარ ქალაქში, ამიტომ არ ვიცი არაფერი ვერაფერს არ გეტყვი. მათ შორის თქვენ კომპანიასთან დაკავშირებითაც იყო კითხვები ტენდერებში მონაწილეობას და ამიტომ სვამთ კითხვას მოულოდნელი აღმოჩნდა თიკას წასვლა ამ თანამდებობიდან. ვერაფერს ვერ გეტყვით. არ იცოდით რომ აპირებდა დატოვებას, თქვენ ხო უახლოესი მეგობარი ხართ? ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი იმისა, თუ ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს თიკა რუხაძე, მოიაზრება რომ არის ბექა დავითულიანი, ქართული ოცნების სტაჟიანი წევრი, რომელიც საქართველოს პარლამენტის დეპუტატიც ყოფილა, ახლა არის მოქმედი საკრებულოს დეპუტატი, თუმცა ასევე იკავებდა კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. სწორედ ამიტომ პირველები დავუკავშირდით მას და დავუსვით კითხვები იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ ამ პოსტს დატოვებდა თიკა რუხაძე და ამ კითხვაზე პასუხისას დარჩა განცდა, რომ მან იცოდა ეს წინასწარ, თუმცა ახლა იმის რომ დამატებითი კითხვები არ გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია და კულუარებში რატომ იცის ბექა დავითულიანმა რა ხდება, რჩება განცდა, რომ მან ამის გამო არ გვიპასუხა. მიუხედავად ამისა, დავითულიანმა დღეს თქვა ის, რომ ჯერჯერობით მასთან შემოთავაზება არ ყოფილა და არც სურვილი აქვს, რომ კულტურის მინისტრის პოსტი დაიკავოს. თქვენ ხომ არ დაინიშნებით ამ პოსტზე? არა. მამაკაცს შემოთავაზება და სურვილი მე ვარ საკრებულო დეპუტატი. ხო, შემოთავაზება არ ყოფილა, თუმცა რომ იყოს თქვენ მაინც უარს იტყვით? ანუ არ ყოფილა მსგავსი შემოთავაზება, აი ხო ხომ დაგაგება ხალი და გამორიცხავთ რომ შემოგთავაზონ ბატონო ბექა? ნახეთ, კითხარით რომ არავის არაფერი შემოთავაზებია მოკითხა საკრებულოში მუშაობ. ხომ არ იცით რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება? რაიმე დაპირისპირება ხომ არ ჰქონდა ქალბატონ თიკას ვინმესთან? არაფერი მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. კობახითაც არ უკონტაქტია თქვენთან ამ თემაზე? ვასწავლე ნახეთ, ერთსა მინისტრის მოადგილე აღარ კულტურის სამინისტროში ინფორმაცია არ მაქვს. რაღაცა. თქვენ ახლა გაიგეთ, პოსტით გაიგეთ ქალბატონ თიკა რომ მიდიოდა თანამდებობიდან? რა მნიშვნელობა აქვს ამენ და ზუსტად ხო ვიცით, თქვენ მეც რომ აქედან რაღაც სხვა მესეჯი შეიძლება გამოდინეს და არ მინდა კითხოს
თიკა რუხაძე კულტურის მინისტრის პოსტს 2024 წლის ოქტომბრიდან იკავებდა. დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ის იყო მინისტრის პოსტზე და დღეს მისი გადადგომის შესახებ საზოგადოებამ სოციალური ქსელის საშუალებით გაიგო განცხადებით, რომელიც Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. თიკა რუხაძე ამ პოსტში ამბობს, რომ მადლიერი არის ნდობისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობისგან მიიღო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას პოსტის დატოვება უწევს. ბუნებრივია, ახლა მთავარი კითხვაა, ვინ დაიკავებს მის ადგილს. ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტებები არ გაკეთებულა.